დღემშვიდობისა ქალბატონო ბატონებო. გადავდივართ მკვეთრად გუშინ 3 საათზე რა თამაშიც იყო და ნახეთ ალბათ უმეტესობა რაგბის მოყვარულმა ეცხადზე უცხადესი. ეხლა კი დავბრუნდით დიდაჩი, სადაც მე-17 ტური გაიმართება. ირაკლი ბაღათურიასთან ერთად გაუძღვებით დღევანდელ მატჩს, რაც შეეხება სარეჟისორო პულტთან. და უკულოდ იქიდან გამოსვლა ჯობია სამი ქულა მოიპოვო. კი, სამშობლოს ღალატის ტოლფასი არის ირაკლი ნამდვილად აქედან უკულოდ გამოსვლა და თანაც ესეთ პრინციპულ მატჩი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ წუთისათვის გორლები დიდიათის გათამაშების ბოლო საფეხური მესამე მოთამაშეს აცდა, შემდეგ მოლში გადაიყვანა თამაში და ვნახოთ გაგრძელება როგორი იქნება გორელების. გოგოლაძე გუნდის კაპიტანი ცდილობდა გარღვევის მოწყობას, არ მიცეს საშუალება. ნინიძემ მშვენიერი ტაიმინგი დაიჭირა, რასაც მოყვა უკვე გაქცევა. ნამბოლენგა, ნამბოლენგა. სხვაგან არიან ფიჯელები და გამოჩნდა კიდევაც ამ შეტევაში ის, რომ მათ მცირე შანსი ჭირდებათ იმისთვის, რომ ნებისმიერი შეტევა დაგვირგვინონ და მოუპოვონ თავის. ახლა ვნახოთ რას მოიმოქმედნენ გორელები. ძალიან კარგი სიტუაცია შეექმნათ გორელებს ტაიმის მიწურულს 14 კაციანი არმიელების წინააღმდეგ და თანაც 15-ში უკვე მოგებული აქვს ერეფანში ბურთი, შეუტიონ და დაასრულონ კიდევ უფრო წარმატებულად, რასაც აკეთებენ კიდევაც. და გორელები არც თუ ისე რთულ სიტუაციაში საკმაოდ ეფექტურად იყენებენ იმ შანსს, რომელიც მიცეს არმიელების დაცვამ და ხურცილავას აღარაფერი დარჩენოდა კი რაც ცდილობდა რომ გაეტანა და მშვენივრადაც გამოიყენა ეს ბოლო. ჩაიგდო საბოლოო ჯამში ბურთი, ისევ რეზი ბროძელი, რომელმაც გახედა უკან სივრცეს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნინიძეს გაუტანოს და ნინიძე მონახა კიდევაც ცარიელი წერტილი. მთავარია ბურთი დარჩეს ახლა მოედანში. გორელებისთვის ასეც ხდება და მაჭარაშვილი მოდის უკვე ძალიან კარგად უკანა სივრციდან, თუმცა პასი ძალიან ცუდი იყო. ეს აუჰაუჰაუ დავდება იმითი, რომ გორელები ახერხებენ კალავეტის ხელისშეწყობით ლელოს გატანას, რაც საკმაოდ სერიოზული. ალექსიევიანაძე კი და შათირიშვილი შეცვალა რა თქმა უნდა მან. ესე ხარშილაძეც არ არის ყოჩებზე აცრელი. ოჰო, აქ ისევ მარტივი გაჭრა ხაზის და ორი ფიჯელი როძრელი გასაკავებელია, ეს უცხადზე უცხადესია, დუბლი შეასრულა კალავეტი და მე მგონი აქ ხერხემალში გადატეხეს არმიელები. ამ თამაშის შემოbrunებას თუ არმიელები მოახერხებენ დარჩენილ დროში. არმიელთა მხარეს კარგი დერეფანი ძალიან, ბერიკაშვილი იგებს ორი ხელით ბურთს, მოლის დაყენების მცდელობა, რომელსაც არმიელებმა როგორც იქნა 59 წუთზე პირველი ლელოს გატანა მოახერხეს. საერთოდაც ბოლო 7-8 წუთი არმიელების უპირატესობა ნამდვილად დაფიქსირდა. იქ უმარტივეს სიტუაციაში რამოდენიმეჯერ მართალია. მთელი თამაშია ველოდებოდით მაგას, მაგრამ ვერ მოხერხდა ამის ნახვა. ამასობაში გადასარევი იყო ბერიკაშვილი დერეფანში თამაშის დროს, არმიელებმა მოახერხეს მოლის შეკვრა და თითქმის ნახევარზე მეტი გუნდი უკანა ხაზში კაცშვილი აღარ დარჩა. შეტევაში გადავიდა ამ მოლის მიწოლაში და დიდი ალბათობით დაასრულებენ კიდევაც. ბრავო არმია, ბრავო ოღონდ მხოლოდ ბოლო 5 წუთი. და გადაასწრებს უკვე სტეფან წმინდის ყაზბეგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. შეგახსენებთ, რომ გორი ახალ დაღზევებული გუნდია. კროკობეთ დიდაჩი, ვნახოთ ახლა რა იქნება. წინვალე დარტყმული, პიტერსის წინვალე დარტყმული, რომელიც მოახერხა და დაასრულა ლუკა კეშელავამ. და ლუკა კეშელავას გატანილი ბურთის შემდეგ ანგარიში ხდება 20-29 და დამასრულებელი დარტყმა უკვე მელ პიტერსზეა, რომელსაც შეუძლია ის ერთი სანუგეშო ქულა მოუპოვოს თავის გულას. ეს ერთადერთი რამე გახლავთ, რასაც რის მოპოვებასაც დღევანდელ მატჩში მოახერხებენ. გაიტანა და მოუპოვა თავის გუნდს ის ერთი დარტყმა. ტომა რამოსაც შეიძლება